საქართველოს დაბადებამ გადაცემა, რომელსაც თვეში დაახლოებით 5 მილიონზე მეტი ნახვა აქვს სხვადასხვა პლატფორმებზე მარტო სოციქსელებში. და მე ვერ ვიპოვე ამ ქვეყანაში ამ გადაცემის სპონსორი. შევხვდი უამრავ ადამიანს, საჯაროდ მithოვია სპონსორობა ხალხისთვის და გადაცემას ვხურავ. როდესაც ამაზე მეტი სტიმული უნდა იყოს, ხალხი შაურმას ჭამს და ფული თავზე აყრიან, იმდენია, მაგრამ პოლიტიკაში სპონსორი როგორც კი ვიღაც გამოჩნდება და 40 მილიონი რო იშოვა, მე თქვენს ეთერში ხო იყო ნიკა გვარამიას რომ მელიას რო ვეკითხებოდით, ფული საიდან თქო და რა მოაწყო ხო დაინახეთ. კითხვა ხო იყო რომ ფული საიდან? და ფული საიდან შეკით ამ ქვეყანაში არის მთელი პრობლემა ჩემი აზრით ქართული პოლიტიკური სპექტრის და მთავარი დანაშაული, აი ბიძინა ივანიშვილს თუ რამე ქართულ პოლიტიკურ განვითარებასთან დანაშაული მიუძღვის, მთავარი არის ის რომ მან მოკლა პოლიტიკური პარტიების განვითარება იმითი, რომ სინამდვილეში აუკრძალა ყველას დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიების განვითარება. მაშინ რამე ტიპის ფულის ჩასხმა. იცი რომ ამ ქვეყანაში ბიზნესმენები არსებობენ, რომელიც რაღაცაში იხდიან ფულს და შენ არ გეკარებიან. ხო და გვარამიას 40 მილიონს შოულობს. ანუ მე რატო ვფიქრობ, რომ ხაზარაძემ TBC ბანკმა 1.3 მილიონი შოვა წინა წელს. გესმით? და სისულელეებში ხარჯავს პოლიტიკაში. ამიტომ ჩემი დაკვირვებით მოსულა დააფინანსო პოლიტიკური პარტია თუ ის სისულელეებში ხარჯავს ფულს და სისულელებს ლაპარაკობს, ან შეთანხმებულია კონცეფტთან, მაგრამ მე ხო 9 წელია პოლიტიკაში ვარ. და რავი, ყველა ჩემი ფინანსი საჯაროა. თქვენ რო იცნობთ ყველა ბიზნესმენთან მისულა, ან ხმა მიმიწვდენია. რომ რაღაცა ხო არ გქონიათ, აი ქართული ოცნებაში ბიზნესმენები როზე იქ ყოფილვარ, პარლამენტში იჯდნენ. და ვეუბნებოდი რომ ჩემი გადაცემისთვის ფული მომეცით. თქვენი რაიონის ისტორიას გადავიღებ, აი მივსულარ ვიღაცას და მithქვია რომ შენი რაიონის ისტორიას გადავიღებ, როგორც ქუთაისზე გადავიღე, ბათუმზე გადავიღე, მარტვილზე გადავიღე, რა ვიცი, აი ამას გავაკეთებ და ფული მომეცი რომ შენი რაიონის ისტორია დავწერო. და ნუ კაი მოვიფიქრებ. და მოსულა და ნუ ან არ გამოჩენილა მე, ან ბოდიში მოუხდია. მე ხო ზუსტად ვიცი, მე გადამხდენია. ვიღაცა რომ მეუბნება რომ 40 მილიონი ვიშოვე წინას არჩევნად, ვეუბნები რომ გიჟები ხო არა ხართ, მართლა ვის ატყუებთ?